ზღვის სპილო ლომვეშაპის წინააღმდეგ. ვინ გაემარჯვებს შერკინებაში ამ ორ უმძიმეს ტიტანს შორის? დავიწყოთ ზღვის სპილოთი, დედამიწის ყველაზე დიდი სელაპი. მამალი დომინანტი იწონის 4 ტონამდე, სიგრძე კი 6 მეტრს შეადგენს. ის ძლიერი მძინვარებით გამოერჩევა, მეტოქეებს ესხმის თავს, მკერდით ურტყავს და მთელ ზომას იყენებს სანაპიროზე დომინირებისათვის. მას არც ეშვები, არც ბრჭყალები აქვს. მათ აქვთ მხოლოდ უხეში სიძლიერე და ცხიმი. ახლა შევხედოთ ლომვეშაპს. უფრო პატარაა? დიახ, მისი სიგრძე შეადგენს 3,6 მეტრს და წონა 2 ტონას, რაც ზღვის სპილოს ზომაზე ორჯერ მცირეა. თუმცა არ შეაფასოთ იგი არასაკმარისად. ლომვეშაპს იარაღად აქვს 1 მეტრიანი ეშვები, სქელი ტყავი და საზღვარი დამოკიდებულებები. მას შეუძლია ეშვებით დარტყმა, ჩხვლეტა და თავის დაცვა ახლო ბრძოლაში. და იგი არაჩვეულებრივად დრეკადია წყალში. ხო და ვინ მოიგებს? ხმელეთზე ზღვის სპილოს შეუძლია შეტევით ლომვეშაპი წონით გააბრტყელოს, ხოლო წყალში ლომვეშაპი იქცევა მოხერხებულ ეშვების მქონე მეომრად, სასიკვდილო სიზუსტით. გააჩნია ბრძოლის ადგილს. ხმელეთზე ზღვის სპილო მოიგებს, ხოლო წყალში სავარაუდოდ ლომვეშაპი. ამოირჩიე შენი გამარჯვებული.